როცა მეუბნებიან ხოლმე, რა შეგიძლიაო? ზოგი მაქილიკებს კიდეც, ზოგი იღიმის, ზოგი, რა ვიცი, მიკომენტარებენ კიდეც. მე შენ გეტყვი რა შემიძლია, მე და რა შეუძლია თითო კაცს. მე-18 საუკუნეში, როცა ლეკიანობა ჩვეულებრივი ჭირი იყო მოუშვებელი, როცა ხვარდ როხას და ადამიანს ერთი ფასი ჰქონდა, იმიტომ რომ იტაცებდნენ და შემდეგ უკვე ყიდიდნენ, ზოგს მონათობა აზარდა, ზოგს დასაკლავად. ამ ალაგებში, საგურამოს ტერიტორიაზე, სადღაც აქეთ ცხოვრობდა ერთი კაცი გოგია. გოგია ხამხაძე. ეს კაცი იყო ერეკლეს მათნაფიცი და იყო ჩვეულებრივი გულიანი ქართველი ვაჟკაცი. ერთხელ გოგიას ერეკლემ შეუთვალა, გოგიაო, ზედაზენის თაზე მონასტერში ლეკები არიან დაბუდებულიო და მიშველეო. გოგიამაც რა ქნა, ჩაიცვა ლეკურად. იმ დროისთვის ბევრმა იცოდა ლეკური და მიადგა ამ ლეკებს. გვიანი შემოდგომა იყო ცეცხლიანთო თურმე ეზოში და ეკლესიის ეზოში, მონასტრის ეზოში და მიუჯდა, მათაც მიიღეს ჩვეულებრივად, იმიტომ ლეკიანობა მათთვისაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც ჩვენთვის. ბევრნი იყვნენ და ერთმანეთს ვერ აცნობდნენ, იმდენი იყვნენ. გამოელაპარაკა, დაუწყო ლაპარაკი, ეს რა სხვის მიწაზე ვიხოცებითო, რა გვინდა უაქო, წავიდეთ სახლშიო და ასე შემდეგ. მათაც როგორც გადმოცემა გვეუბნება, მხარი აუბიათ. მერე თქვა, რომ რაღა გარეთ ვიყინებით, მოიტა საყდარში დავანთო ცეცხლი და გავთბეთო. შესულან და დაუნთიათ ცეცხლი საყდარში. შემდეგ გოგია გარეთ გამოსულა და ქართულად დაუძახია, გამოეთრიეთ გარეთო. სათითაოდ დააყრევინა კარში გამოსულ ლეკებს თავები. აი ეს გააკეთა მარტო კაცმა. როცა გაქვს შენ мотиваცია, რომ რაღაც გააკეთო ამ ქვეყნისთვის, შენ უბრალოდ შენ არ ხარ, შენ გეხმარება ღმერთი. წმინდა გიორგი ყოველთვის შენ დაგიცავს. უბრალოდ ადექი და გააკეთე. თუ რამის გაკეთება გინდა, ადექი და გააკეთე. მეტი არაფერი. აი ეს შეუძლია მარტო კაცს, რაც გააკეთა გოგიამ. ეს არ იყო გმირობა, ეს იყო მისი мотиваცია, ეს იყო მისი ქვეყნის სიყვარული და ეს იყო მისი ვალი. ვალი რა არის? როცა შენ თავს თვლი მეომრად, როცა შენ თავს თვლი შენი ქვეყნის ჯარისკაცად, შენ ხარ შენი ქვეყნის აბჯარი. შენ პირველმა უნდა მიიღო ის დარტყმა მტრისგან, რაც მოდის. აი ეს გააკეთა გოგიამ, თავის თავზე აიღო და თავის თავზე მიიღო. მიიღო კიდეც და იქითაც დაარტყა და ბევრიც გადაარჩინა. ღმერთმა დაგლოცოს და გადავრჩებით თუ ვეცდებით გოგიასავით.